მე მირჩევნიაო ირანში ვიყოვო და ქართველი დამიძახონო, ვიდრე საქართველოში ვიყოვო და თათარი ან ირანელი დამიძახონო. მე ვარ განცა იოსელიანი, ფერეიდნელი ქართველი, უკვე დაახლოებით 8 წელია საქართველოში ვცხოვრობ. ოჯახში ქართულად საუბრობდი? რა თქმა უნდა, კი, სხვა ვარიანტი არ არსებობდა ჩვენთვის. ჩვენ ვიყავით ქართველი და უნდა შეგვენარჩუნებინა ქართველობა. და ეს იყო ჩემი აზრით ჩვენი მოვალეობა და ჩემი წინაპრებიც ალბათ ეგრე ფიქრობდნენ. რამაც გადაარჩინა ეს ქართული ენა და ტრადიციები და ზოგადად ვინაობა ქართველების იყო და არის ის იმედი დაბრუნებისთვის. სანამ ჩამოხვიდოდი, ხო, მანამ წარმოგვიდგა. სულ აი ტვინში აი ის გიბრუნებდა საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ არ ვიყავით ირანელი, ვიყავით საქართველოდან, კი ვართ ქართველები და კი ვიცი რომ იძულებით გადმოგვასახლეს და რაღაცა, მაგრამ აი საქართველო სად არის და როგორია. სულ პირველად ჩემს ძმა მითხრა, რომ როგორი შეგრძნება გაქვს, ანუ საზღვარი რომ გადმოვკვეთეთ ეგრევე, როგორი შეგრძნება გაქვს და მეთქი რავი, იმიტომ რომ სახლიდან ფაქტიურად სახლში მოვდიოდი, ხვდები? ანუ იმდენად ჩემთვის კომფორტი იყო და რომ ჩამოვედი საქართველოში. დამხვდა რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ძველი ქართულად ვსაუბრობთ, მაგრამ ძირითადად მესმოდა ის სიტყვები და გრძნობდი რომ ჩამოვედი ჩემს სახლში, სადაც ყველას ჩემი ლაპარაკი ესმის. მახსოვს რომ კვერცხის საყიდლად წავედი და იქ ჩვენ ვს აღარ ვამატებთ, ანუ იქ არის კერცხი. და აი ეგეთ რაღაცები ძალიან მაკვირვებდა, კვერცხი, მეთქი იგივე ჩვენი კერცხი. ვინც იგებს რომ ფერეიდნელი ვართ, ან ცრემლები მოადგება, ან შაჰაბას აგინებს, რაღაც ეგეთი. საცხოვრებლად რომ ჩამოვედი საქართველოში, სადღაც მუშაობდი და ტაქსი გამოვიძახე, ირანელებთან ერთად ვიყავი, სადღაც თარჯიმნად მივდიოდი. და ეს ტაქსის ხო ველაპარაკებდი, ეხა ქართულად ველაპარაკებოდი და იმ ორ ქალს უკან რო იჯდნენ, იმათ სპარსულად ძღოლმა შემეკითხა, რომ რა ენაზე ლაპარაკებიო და მეთქი ირანულად. ირანული საიდან ისწავლეო? მეთქი ირანული ვისწავლე ირანში, მეთქი ირანში გავიზარდე, ფერეიდნელი ქართველი ვარ მეთქი და აი ეს ფერეიდნელი ქართველი რო ვუთხარი, აი მანქანა გააჩერა და 1-5 წუთი იტირა. რომ ამდენი ხანიო თქვენ 400 წლის მანძილზე როგორ შეინარჩუნებდით ენას, ანუ ყველანაირი ლოგიკით ხო ეს არ არსებულია. გასაუბრებაზე მეუბნებიან, რომ რისთვის გინდა მოქალაქეობა. ანუ რაღაც ძალიან უცნაური შეკითხვა, იმიტომ რომ ქართველი ვარ, მეკუთვნის და მინდა მოქალაქეობა, ხო? ერთ-ერთ კომისიის წევრს ვეუბნები, რომ თქვენ გარანტიას მომცემთ მეთქი, რომ ეს ბინადრობის უფლება გამიგრძელდება ისევ 5 წლის მერე მეთქი. და რა დავაშავე ამითი, რომ მე ირანში დავიბადე, რამე დავაშავე? კი ბატონო, თუ აქ საქართველოში რამე დავაშავე, ხო? არსებობს კანონი და იმის მიხედვით ისჯებიან ადამიანი, ხო, კანონის მიხედვით. 7 წლის განმავლობაში სულ საქართველოში ვიყავი. არანაირი, აი პატარა კანონდარღვევაც კი არ მქონია საქართველოში. არანაირი მანქანის ჯარიმა ელემენტალურია, ხო? მანქანის ჯარიმაც კი არ მქონია საქართველოში, ხო? და 7 წლის მერე მე უარი მითხრეს ბინადრობაზე. ანუ რაღაც ჰაერში ცხოვრობ, მოქალაქეობის გარეშე როცა ხარ, ჰაერში ცხოვრობ, არ იცი ხვალ გაგიგრძელდება ეს ბინადრობა თუ არა. ჩვენც გვინდა მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხებში და რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. რატო უშლით ამ ხალხს საქართველოში ყოფნა, საქართველოში დარჩენა და საქართველოში აღზრდა, რომელიც იყო ჩვენი წინათაობების და ჩვენი წინაპრების ოცნება, რომელიც ვერ აისრულეს და მათი შვილიშვილებმა და შემდეგი თაობებმა უნდათ რომ აისრულონ ეს ოცნება და მაინც თქვენ ხელს უშლით. ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს თავისუფალი და სულ იყოს წინსვლის გზაზე. რაც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში ისეთი რაღაცები ხდება, რომელიც შეიძლება კონკრეტულად მე მაგალითად არ მომეწონოს და არ მინდოდეს საქართველოსთვის აი ასეთი უკან დახევა და ხრამში ჩავარდნა, რა თქმა უნდა, საქართველო არის ჩემი სამშობლო და მინდა რომ სულ იყოს თავისუფალი და წარმატებული.